დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ რასაკვირველია დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. და ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე როგორც მთავარ ფასეულობაზე. თუმცა არ გვავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. ეს გახლავთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი. დიახ, ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, უпростоრად ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების მანძილზე უამრავ ეტაპს გავდივართ და თითოეულ ეტაპს აქვს არსებითი მნიშვნელობა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გავივლით ამ ეტაპებს და როგორ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესს. ჩვენ ვირჩევთ. თუმცა ჩვენს არჩევანს აუცილებლად აქვს გავლენა სხვა ადამიანების არჩევანზე, ისევე როგორც ჩვენს არჩევანზე ახდენს გავლენას ოჯახი, საზოგადოება, მრავალი სხვა ფაქტორი. მიუხედავად ამისა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და დღეგრძელობის, ამავე დროს უკეთესი ცხოვრების ხარისხის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი და სწორედ ამიტომ ჩვენს გადაცემაში არის პროექტი და რუბრიკა სახელწოდებით ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეს შორენა ლაბაძის მორიგ სიუჟეტს გთავაზობთ ამ ციკლიდან. სპორტმა რეალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ქალაქის ქაოსი და ხმაურისგან ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე კარგი საშუალება არის, როცა ველოსიპედით ქალაქგარეთ გავდივარ. ყოველი ველო გასვლა, ყოველი ველო მოგზაურობა იქნება თუ ველო ვარჯიში ქმნის ახალ და პოზიტიურ განწყობას. მე ვარ ალექსანდრე გეგეჭკორი, 46 წლის ველო მარათონელი. პროფესიით ეკონომისტი, მყავს მეუღლე და 3 შვილი. ველო მარათონით ვარ დაკავებული 2019 წლიდან. მთელი ცხოვრება ვიყავი დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით, ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, მთაწმიდელობა, სამთო ნადირობა. 2017 წელს ერთ-ერთი მთაწმიდელობის დროს მივიღე მუხლის ტრავმა და ექიმის რჩევით დავიწყე ველოსიპედით ვარჯიში და აქედან მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ ველო სამყაროში. და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს რუტინა უკვე გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. რეაბილიტაციის მიზნით ველოსპორტი თავიდან დავიწყე მოკლე მანძილებით და რომ შევატყო უკვე ასობით კილომეტრი არ წარმოადგენდა დიდ სირთულეებს, მივიღე მსოფლიო სერიის ერთ-ერთი უძველეს და ტიტულოვან ველომარათონში მონაწილეობა 1200 კილომეტრიანი მანძილი, პარიზი, ბრესტ-პარიზი დაფარვის დრო 90 საათი. ეს ტურნირი ტარდება 1893 წლიდან და მანამდე არც ერთ ქართველს და ამიერკავკასიელს ამ ტურნირში არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. 2022 წელს მივიღე მონაწილეობა ბრიტანეთის მსოფლიო სერიის ველომარათონში ლონდონი, ედინბურგ, ლონდონი, სადაც გავხდი ფინალისტი, ასევე 1500 კილომეტრი. ურთულესი იყო პარიზი, ბრესტ-პარიზის ველომარათონი ჩემთვის, რადგან გამიფუჭდა ველო ნაწილი და აქედან გამომდინარე მივიღე ურთულესი მუხლის ტრავმა და ტრავმირებული მუხლით მომიწია დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა. მიუხედავად იმისა, ამ გავლილი ტურნირებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სირთულეები ხდება ხოლმე, არასდროს არ მიფიქრია თავის დანებება, პირიქით ეს მაძლევს ძალას, რომ უფრო წინ წავიწიო და უფრო ახალი სირთულეები გადავლახო, როგორიც არის როგორიც ახლა მაქვს დაგეგმილი მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ურთულესი ველომარათონი ტრანსიბერიკა 3000 კილომეტრი არის გასავლელი 2 კვირაში. აქედან დაახლოებით აღმართი არის 1600 კილომეტრი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების მხარდაჭერას. შვილებს ძალიან მოსწონთ ბუნებრივია, უბრალოდ ყუპები ჯერ პატარები არიან. აი ანასტასია კი ზოგჯერ ჩემთან ერთად მოძრაობს, როცა ჩვენ ვიმყოფებით აგარაკზე. სპორტით დაკავება გვიან არასდროს არ არის, ნებისმიერ ადამიანს ურჩევდი, განსაკუთრებით ურჩევდი ახალ თაობას, სწავლასთან ერთად, შრომის მოყვარეობასთან ერთად იცხოვრონ მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით.
მიუხედავად იმისა, აქტიურად სპორტი დავიწყე დაახლოებით 8-9 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო ჯამრთელად გრძნობ თავს. ვიდრე მაშინ. ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში ის არის, რომ დღითი დღე შენ აკვირდები შენ თავს და ხედავ როგორ ძლიერდები, როგორ ვითარდება შენი ორგანიზმი, შენი სხეული და ეს არის ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება, რაც კი შეიძლება უტოლდებოდეს თავისუფლებას. როგორც დაგკვირდით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან ნაცნობ მდგომარეობას უკავშირდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მდგომარეობას გაშიფრვა სჭირდება. გაშიფრვა იმ თვალსაზრისით, თუ რა შესაძლო მიზეზი იმალება ამ ჩივილების უკან, უბრალოდ ამ სიმპტომის უკან და რამდენად მსუბუქი ან სერიოზულია თავისი შინაარსით. მოკლედ, თანმიმდევრულად მივყვეთ საკითხს და მოვლენებს და უპირველეს ყოვლისა წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იმიტომ რომ ის წლების მანძილზე თანამშრომლობს ჩვენს გადაცემასთან. იგი გახლავთ ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, ფონიატრი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ირინა კაცარავა. ირინა, დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენი შეხვედრები და სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ უკვე ასეთი ხანდაზმულია ჩვენი თანამშრომლობის ისტორია. მით უფრო რომ ყოველთვის საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებს ეხება ჩვენი საუბარი და ეხება ისეთ დეტალებს ადამიანის ცხოვრებისა, რომელიც შეიძლება არასათანადო ცოდნის გამო ადამიანებს ყურადღების მიღმა დარჩეს. ან შესაძლოა ისი არ აფასებენ, როგორც ამას გააკეთებდა ექიმი. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ფართო საზოგადოებისათვის. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც არ მოგწონს ადამიანებს, არადა ალბათ ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია თავის ცხოვრებაში. ეს არის ჩახლეჩილი ხმა. ხმის ჩახლეჩა. არის თუ არა ეს საყურადღებო სიმპტომი? ეს არის ერთი პრობლემა თუ ძალიან ბევრი პრობლემისათვის დამახასიათებელი და საერთო მდგომარეობა. როდის ვამბობთ, რომ ხმა ჩახლეჩილია? დიახ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ძალიან ლამაზი სტუდია გაქვთ, ასევე მინდა აღნიშნო. და რაც შეეხება ხმის ჩახლეჩას, ხმის ჩახლეჩა შეიძლება იყოს როგორც ძალიან მარტივი და ესეთი, ასე ვთქვათ, ბანალური დაავადების შედეგი, ისეთი როგორიც არის, ვთქვათ, ზედა რესპირატორული დაავადება, ბანალური ლარინგიტი, ჩვეულებრივი ვირუსული, რომელიც თვითონვე ალაგდება სიმპტომური მკურნალობის შედეგად ერთ კვირაში, ასევე ის შეიძლება იყოს ძალიან რთული დაავადებების საგანგაშო სიგნალი. და ეს მთელი რიგი დაავადებისა არსებობს ფონიატრიულ პრაქტიკაში. ისევე როგორც ფონიატრია არის მედიცინა, ვიწრო სპეციალიზაცია ოტორინოლარინგოლოგიაში და საკმაოდ ფართომასშტაბური, ვიწროა, მაგრამ ფართომასშტაბური, იმიტომ რომ მოიცავს ძალიან ბევრ მომიჯნავე სპეციალიზაციებს და იგი უკავშირდება ისეთი დაავადებების, ასე რომ ვთქვათ, ნაკრებს, რომელიც შეიძლება გამოუწვეული იყოს ენდოკრინული სისტემისგან, ნევროგენული დაავადებებისგან, კუჭდაწლავის დაავადებებისგან, ფსიქოემოციური ფონისგან დაზიანებული ხმა, ასე რომ ვთქვათ, ასევე ონკოლოგიური დაავადებები, ასე რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხმის ცვლილება, ანუ დისფონია და ხმის სრული დაკარგვა, აფონია შეიძლება იყოს პაციენტისთვის საგანგაშო ნიშანი იმ დაავადებიდან გამოწვეული, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ჩვენ შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ ეს დაავადებები. ეს არის ხორხის ფუნქციური დაავადებები, ხორხის ორგანული დაავადებები. ხორხის ფუნქციური დაავადებები დაკავშირებული არის ძირითადად ნევროგენული ნეიროგენულ დაზიანებასთან და პირდაპირ კავშირში ასევე შეიძლება იყოს ფსიქიატრიულ
პრაქტიკასთან და რაღაც ფსიქოგენურ დაზიანებასთან და ფუნქციური დაავადებები, ასევე ფუნქციური დისფონია და აფონია შეიძლება იყოს ზუსტად იმ პრობლემისგან გამომდინარე, რა პრობლემაც არის ნერვის დაზიანება, შებრუნებითი ნერვის დაზიანება, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემიდან თავის ტვინიდან გამომდინარე ნერვის დამბლა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხმის დაზიანება, დისფონია ან აფონია. ასევე ორგანული დაავადებები არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან და ეს როგორც ვახსენეთ, ლარინგიტიდან დაწყებული თანმიმდევრულად მივყვეთ ამ ყველაფერს უფრო დეტალურად. მნიშვნელოვანი იქნება თქვენ ნერვული სისტემა ახსენეთ თავდაპირველად და მაშინ მოდით ვახსენოთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ყველა ადამიანს გამოუცდია. ეს არის შფოთვა, ღელვა და აი ასეთ დროს ამბობენ, რომ სტრესის ქვეშ ვარ და იმდენად ღელავ, რომ ხმაც კი ჩამეხლიჩა და დავკარგე. არის თუ არა ეს შესაძლებელი, როდესაც სტრესის ფონზე ადამიანი თulis, რომ დიახ, სტრესი აღმოჩნდა ბრალდებული და დამნაშავე იმაში, რომ ადამიანს ხმა შეეცვალა. ანუ შეცვლილი ხმა, ჩახლეჩილი ხმა, რამდენად შეიძლება გავამართლოთ და ავხსნათ სტრესით და არის თუ არა პირდაპირი კავშირი ამ მდგომარეობებს შორის. დიახ, მოგახსენებს სტრესი ემოციური პრობლემა, ეს ერთჯერადი სტრესი იქნება თუ მუდმივად მიმდინარე რაღაც პერიოდის განმავლობაში, თქვათ, წლების მანძილზე, პირდაპირ კავშირში არის ხმის ცვლილებასთან. შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ხმის ცვლილებასთან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე და ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ ფუნქციური დისფონია, რომლის კონკრეტული ფორმა არის სპაზმური დისფონია, კუნთების სპაზმის დისფონია. თითქოს მახრჩობს, თითქოს სპაზმის შეგრძნება, ასეთ შემთხვევაში ხშირად პაციენტები მოგმართავენ ხოლმე შემდეგი ჩივილებით, აი ხრჩობის შეგრძნება მაქვს, თითქოს საკვებს ვერ ვყლაპავ, თითქოს ბურთი მაქვს, იშვიათ შემთხვევაში საკვების გადაცდენაც აქვთ ხოლმე მათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ასეთ შემთხვევაში არის ვიდეოსტრობოსკოპიული კვლევა და როდესაც პაციენტი მოდის. რას ნიშნავს ეს ირია? კი ბატონო, ეს არის ენდოსკოპიური კვლევა ხორხის, მხოლოდ ემატება ამ კომპონენტს თვითონ ენდოსკოპს სტრობო განათება. სტრობო განათება ნიშნავს იმას, რომ ხმოვან იოგებს ხედავთ ვიბრაციის ფაზაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხმოვანი იოგების ვიბრაცია და ლორწოვანი გარსის ფონაცია და რხევა განაპირობებს ხმის ხარისხს. ასეთ შემთხვევაში ხა ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ ნევროგენულ, ანუ ფუნქციურ და სპაზმურ დისფონიას კონკრეტულად, ვიდეოსტრობოსკოპიულად ხმოვანი იოგების ლორწოვანი გარსი შეესაბამება ნორმას. იქ არ არის არანაირი ანთებითი პროცესი, არანაირი წანაზარდი, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი, თუმცა გამოხატული არის ცრუ იოგების მკვეთრი დაჭიმულობა და სპაზმი. ეს რას ნიშნავს? ხორხის შემადგენელ ნაწილში შედის როგორც ნამდვილი იოგები, რომელიც ვიბრირებს საუბრის დროს, ფონირებს და ჩვენ როდესაც წარმოვთქვამთ ბგერას, ჩვენი იოგები ირხევა, იხურება და იღება, ხოლო სუნთქვის დროს იოგები რჩება ღია მდგომარეობაში, იმას რასაც ყიას ვეძახით და ტრაქეაში შედის ჰაერი. ასეთ შემთხვევაში ნამდვილი იოგების რხევა არის შეზღუდული და ცრუ იოგების სპაზმი ვითარდება. რატო ვამახვილებ მე ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკური შემაფასებელი, ასე რომ ვთქვათ, ნიშანია ექიმისთვის და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოზისთვის პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე. და ასევე გვაქვს ნევროგენული დისფონია. ნევროგენული დისფონიის დროსაც ჩვენ უნდა განვასხვაოთ სპაზმური დისფონია და ნევროგენული დისფონია მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევის მიზნით. რომ გადავჭრათ ეს პრობლემა. რომ გადავჭრათ ეს პრობლემა და კონკრეტულად რა განსხვავება ვიზუალურად თითქმის გავს ერთმანეთს სახმო აპარატი და ხორხი, თუმცა სპაზმური დისფონიის დროს გამოიხატება მკვეთრი სპაზმი,
სახმო აპარატის და ხორხის ცრუ იოგების და სუნთქვითი აშლილობა, ანუ ასე რომ ვთქვათ, სუნთქვის დარღვევა, სუნთქვის მოშლა. ასეთ შემთხვევაში ვამოწმებთ ხოლმე კონკრეტულად დიაფრაგმულ სუნთქვას, პაციენტს უმოწმებთ და ხშირ შემთხვევაში ვამისამართებთ ხმის თერაპევტთან, რათა მოხდეს სუნთქვის დარეგულირება, ხოლო როდესაც ნევროგენული დისფონია, ასეთ შემთხვევაში ხშირად არ აღინიშნება ხოლმე სუნთქვითი დარღვევები. ხშირ შემთხვევაში სპაზმური დისფონიის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური. ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგის და ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის ჩარევა. ასევე ხმის თერაპია არის ერთ-ერთი უალტერნატივო მეთოდი და თუ თქვათ პრობლემა არ მოგვარდა, მაშინ ყველაზე უალტერნატივო მეთოდი და თანამედროვე მეთოდიც, ასე რომ ვთქვათ, არის ბოტოქსის ინექცია. ზუსტად იმ კუნთებში, რომელი კუნთების დაჭიმულობაც არის გამოხატული. როდესაც თქვენ საუბარი დაიწყეთ შესაძლო მიზეზებზე, თქვენ მაყურებელს შეახსენეთ, რამდენად დიდია დიაპაზონი იმ პრობლემებისა, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შეცვლილი ხმით და ჩახლეჩილი ხმით. და ეს შეიძლება იყოს ბანალური რესპირაციული ინფექცია, რომელიც კონკრეტულ სეზონთან უფრო მეტად არის ასოცირებული და შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პრობლემები და ჩახლეჩილი ხმა ამ დროს აღმოჩნდეს პირველი მინიშნება ამ სერიოზულ დიაგნოზს. მოდით რესპირაციულ ინფექციებზე ვთქვათ, რა კი რეალურად გაზაფხულის შემდეგ ჯერ კიდევ ადამიანებს აქვთ ნარჩენი მოვლენები გადატანილი ინფექციების გამო. რასაკვირველია, ეს მთელი წელი არ არის ხოლმე ასე აქტუალური, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი, თავად უკვე ზამთრის მოახლოებასთან ერთად იწყება ასეთი რისკები და მარტის, ტალღის კუდები ჯერ კიდევ მაისში იგრძნობა ხოლმე. ამას ემატება მაგალითად ცივი სასმელების გამოყენება, ნაყინის გამოყენება უკვე მომატებული ტემპერატურის ფონზე და ასე შემდეგ. რაც თავისთავად ზრდის იმ ადამიანებში რისკს, ვისაც აქვს ასეთი წინასწარი განწყობა პრობლემების მიმართ. მოკლედ, რესპირაციული პრობლემები, ყელის ტკივილი და მასთან ასოცირებული ჩახლეჩილი ხმა. რამდენად მდგრადია ასეთი ჩახლეჩილობა და ეს თვითონ უნდა ალაგდეს ხოლმე თუ ჩვენ უნდა მივეხმაროთ ცოტა ორგანიზმს? დიახ, საინტერესო შეკითხვაა სხვათა შორის. რაც შეეხება რესპირაციულ დაავადებებს, როდესაც პაციენტს აღინიშნება ჩვეულებრივი ბანალური სეზონური ვირუსი, როგორც ზემოთ ვახსენე, რა თქმა უნდა ის თვით განკურნებადი დაავადება, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად ხდება მისი მკურნალობა, ეს იქნება ტემპერატურის მარეგულირებელი მედიკამენტები, ვთქვათ, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები თუ დიდი რაოდენობის სითხის მიღება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მსგავს პრობლემას მოყვება ხოლმე მთელი რიგი გართულებები, მაგალითად ბაქტერიული ანთება და კონკრეტულად ჩვენ ვახსენეთ ყელის ტკივილი, ყელის გახანგრძლივებულმა ტკივილმა შეიძლება მიგვიყვანოს სტრეპტოკოკულ ინფექციამდე, ანუ როდესაც ვირუსული მდგომარეობა გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტხანს, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ არის ბაქტერიული ანთება, ანუ სტრეპტოკოკული ანთება, რომელიც ბუნებრივია მოქმედებს როგორც ხახის უკანა კედელზე და მის ანთებას, მწვავე ანთებას ან ტონზილიც იწვევს, ასევე იწვევს ხორხის და სახმო აპარატის დაზიანებას და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზი, მთელი რიგი კვლევები იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ პაციენტს ესაჭიროება თუ არა ანტიბაქტერიული მკურნალობა. ასევე მინდა აღვნიშნო ლარინგიტი, ბაქტერიული ლარინგიტი, ანუ ხორხის ბაქტერიული ანთება, როგორც ვთქვით, ხორხის ვირუსული ანთება ერთ კვირაში ალაგდება და არანაირი განსაკუთრებული ჩარევა არ ჭირდება და ექიმთან მიმართვიანობაც თითქმის ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. და იგულისხმება უკაცრავად ჩაგერთოთ, რომ ასეთი ვირუსული ანთების შემთხვევაში პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკს არ უნდა იღებდეს ადამიანი. შემთხვევაში და სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვიწევს მაინც საქართველოში ექიმებს შეხება მსგავს პრობლემებთან და ეს არასწორია და არანაირად არ არის გამართლებული.
ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ბრძანებდით შემდეგ გაგრძელებას დია? ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკი არის იმისი, რომ ხმის ცვლილება, ანუ დისფონია გახანგრძლივდეს, ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს ვთქვათ 2 კვირა და თუ პაციენტი არის ხმის აქტიური მომხმარებელი, ასე რომ ვთქვათ და ხმის პროფესიონალი, მღერის, ლექტორია, ექიმია, ტელეწამყვანია, აი ამ პედაგოგია კი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება აი ამ ანთებითმა პროცესმა, რომელიც ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება, მიგვიყვანოს საკმაოდ სერიოზულ ტრავმამდე სახმო აპარატისა, კონკრეტულად ეს არის ხორხის ხმოვანი იოგის ლორწოვანი გარსის ტრამული დაზიანება, შეშუპებიდან დაწყებული, დამთავრებული ხმოვანი იოგის ცისტა, კვანძი, პოლიპი, ასე რომ ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მივმართოთ ექიმს, ანუ რომ დავაკონკრეტოთ 2 კვირაზე მეტხანს თუ გრძელდება ხმის ცვლილება, დისფონია ან აფონია ხმის ჩახლეჩა, უკვე ეს შეიძლება იყოს საყურადღებო ან საგანგაშო ნიშანი და ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტმა ჩაიტაროს კვლევა, მიმართოს ფონიატრს და შესაბამისად სწორი კუთხით წავმართოთ უკვე დიაგნოსტირება თუ მკურნალობა. როდესაც ჩვენ სეზონი ვახსენეთ, მე გავყვები სწორედ ასეთ სეზონურ ლოგიკას. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ადამიანებს გარემოსთან ადაპტაციის მეტი სამარჯვი, ვიდრე ჩვენ შორეულ წინაპრებს ჰქონდათ, როდესაც მაგალითად კლიმატური სირთულეებისაგან თავდასაცავად ქოხს თუ ააშენებდნენ ან გამოქვაბულს შეაფარებდნენ თავს, ეს იყო დიდი გამარჯვება. თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც თითქოს კომფორტით ვცდილობთ ამ ადაპტაციას, ახალი სირთულეები და ამოცანები გაგვიჩნდა და გაჩნდნენ ადამიანები სრულიად ლოგიკურად, თუ რატომ ლოგიკურად თქვენ მოგიწევთ ამისი ახსნა, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად, როდესაც ზამთარში გამთბარ გარემოში იმყოფებიან ხანგრძლივად და ეს არის როგორც საცხოვრებელი, ასევე სამუშაო სივრცე, ავტომობილების შიგნითაც ადამიანები გათბობას იყენებენ. შემდეგ ხვდებიან დაბალი ტემპერატურის პირობებში და პირიქით დაბალი ტემპერატურიდან აღმოჩნდებიან გამთბარ გარემოში. იგივე კანონზომიერებით იცვლება მდგომარეობა ზაფხულში, როდესაც კონდიცირების სისტემას ინტენსიურად იყენებენ ადამიანები, ასეთ შემთხვევაში გახურებული ცხელი გარემოდან აღმოჩნდებიან თითქმის სიცივეში და პირიქით. და სწორედ აი ამ მდგომარეობის ცვლილებას ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკავშირებს ხმის ცვლილებას. რამდენად ლოგიკურია ეს ცვლილება, არის თუ არა ეს საყურადღებო და როგორ უნდა მოუვარონ ადამიანებმა იმისათვის, რომ ერთი მხრივ ეს რეალობაა ჩვენი თანამედროვე ადამიანების და მეორე მხრივ ამ რეალობამ რომ ნაკლებად დააზარალოს და გარკვეულწილად ჩახლიჩოს ჩვენი ხმა. კი ბატონო, მოგახსენებთ ტემპერატურის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს სახმო აპარატზე და ხმოვანი იოგებზე და რა მექანიზმით, როდესაც ვართ თქვათ სიცივეში და სიცივიდან გვიწევს სითბოში გასვლა, ასეთ დროს შევიწროვებული სიძარღვები ფართოვდება, რაც ხშირად იწვევს ხოლმე ვასკულარულ დაზიანებას და მიდრეკილებას ტრამვისგეს სახმო აპარატისა. ასევე ამას შეიძლება გამოიწვიოს გამოშრობა ლორწოვანი გარსის, გამოშრობის ხარჯზე ხმოვანი იოგების ლორწოვანი გარსი აღარ ვიბრირებს ისე როგორც საჭიროა და მიდრეკილი არის ტრამვისკენ. ასე რომ უნდა გავითვალისწინოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მკვეთრი ცვლილება, ტემპერატურის ცვლილება რაღაცნაირად უნდა დავარეგულიროთ და თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, რომ დღესდღეობით ცივილიზაციის პირობებში ის რომ თქვათ გვაქვს იმის საშუალება, რომ ზამთარში გათბობა გქონდეს, თქვათ ზაფხულში კონდიცირება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს მიზეზი სახმო აპარატის დაზიანებისა და ხმის ცვლილებისა. ასე რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჰაერი ნებისმიერ შემთხვევაში დატენიანებული იყოს, ჩვენი ლორწოვანი გარსიც იყოს მაქსიმალურად დატენიანებული და ამაში ხშირ შემთხვევაში გვეხმარება ხოლმე ოთახში არსებული დამატენიანებელი საშუალებები და ასევე შეგვიძლია ინჰალაციაც გამოვიყენოთ, მაგალითად ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარის ინჰალაცია, რომელიც ატენიანებს ლორწოვან გარსს და
ძალიან მნიშვნელოვანია სითბოდან სიცივეში თქვათ ტემპერატურის ცვალებადობის დროს. როდესაც გადახურებულია ორგანიზმი ან მაღალი ტემპერატურა აქვს, ასეთ შემთხვევაში ძალიან უარყოფითად მოქმედებს ცივი ჰავა და ესეც გასათვალისწინებელია, უნდა მით უმეტეს თუ ჩვენი სახმო აპარატი არის გახურებული და კიდევ ერთხელ ვახსენებ ხმის პროფესიონალებს, თქვათ მომღერლები, რომლებსაც უწევთ სიმღერა თბილ გარემოში და მერე პირდაპირ ამ თბილი გარემოდან გადიან ცივ გარემოში, სასურველია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ტემპერატურა, გამოვიყენოთ თქვათ სპეციალური შარფები, კი ბატონო, შარფები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ყელის ტემპერატურა და მნიშვნელოვანია სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებები, რაც დღესდღეობით საკმაოდ ხელმისაწვდომია და ფართოდ არის ჩვენს საფთიაქოს სისტემაში, ასე რომ შეიძლება სრულიად ეს კანონზომიერება, რაც თქვენ ბრძანეთ სითბოდან სიცივეში გადაადგილებასთან დაკავშირებით, ზაფხულის ტემპერატურულ კონტრასტსაც უკავშირდება, როდესაც გამთბარია გარემო და ზედმეტად გადახურებულია და უცებ პრაქტიკულად კონდიციონერებით გაყინულ გარემოში შედის ადამიანი. იგივე რისკები იქნება ასეთ შემთხვევაში? იგივე რისკები იქნება, კი რა თქმა უნდა, იგივე რისკები იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში დროებითი არის პრობლემა, იმიტომ დროებითად ხდება, ვთქვათ, ლორწოვანი გარსის დაზიანება, შეშუპება, ანთებითი პროცესი, რაც მუდმივ ხასიათს არ ატარებს და არ არის იმდენად სარისკო და საშიში, ვთქვათ, შორეული პერსპექტივისთვის, მაგრამ ეს თუ ხშირად და მუდმივად უწევს ადამიანს, მაშინ გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ უკვე ქრონიკული პრობლემა შეიძლება განვითარდეს და ჩვენ მოგვეხსენება, რომ როდესაც ქრონიკული ანთება არის, ეს შეიძლება იყოს იმის საწყისი, რომ იქ, ვთქვათ, რისკ ფაქტორი უფრო მეტი იყოს იმისა, რომ ან სიმსივნე განვითარდეს, კეთილთვისებიანი იქნება თუ ავთვისებიანი, ასე რომ ეს საკმაოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია. და მივედით ზუსტად იმ თემასთან, რომელიც როგორც კიდურა ზღვარი დიაპაზონში თქვენ ისე დაახასიათეთ, უბრალოდ მიუთითეთ საუბრის დასაწყისში. როდესაც უწყინარი მდგომარეობებიდან ძალიან სერიოზულ მდგომარეობებზე გადავდივართ. არის თუ არა ჩახლეჩილი ხმა ის სიმპტომი, რომელიც შესაძლოა სერიოზულ დიაგნოზზე პირველად მიანიშნებდეს ადამიანს სხვა კლინიკური ნიშნების გარეშე. რა თქმა უნდა და ეს არის პირველ რიგში ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სიმსივნის ანუ კიბოსწინა დაავადებები, მით უმეტეს პაციენტი, როდესაც მწეველია და დიდი ხნის მწეველია, ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ ჩემს პრაქტიკაში ისე რომ მომართავენ მამაკაცები, განსაკუთრებით მწეველი მამაკაცები, რომლებსაც წლების განმავლობაში აწუხებთ ხმის ცვლილება და არ მიმართავენ ექიმს და ვთქვათ მაშინ როდესაც თვლიან რომ მწეველია და მწეველის ხმა ჩამოუყალიბ და ამორტიზებული. მწეველია და ეს ნორმა და ეს არ არის ნორმა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვახსენებთ რომ 2-3 კვირაზე მეთხანს არსებული ხმის პრობლემა უკვე ნიშნავს რომ შეიძლება იქ იყოს რაღაცა სერიოზული პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა არის მთელი რიგი დაავადებებისა, რომელიც ჩვენ ნაადრევ ფაზაში მიგვიყვას მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქამდე რომ არ გადაგვარდეს და არ განიცადოს მალიგნიზაცია ამ პრობლემამ და დროულად მოვაგვაროთ. ერთ-ერთი შემიძლია დავახასიათო, ეს არის ლეიკოკერატოზები, ლეიკოპლაკია, თქვათ, ხმოვანი იოგზე. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ამის დროული და სწორი დიაგნოსტიკა, რათა პაციენტი დავიცვათ შემდგომ ონკოლოგიური დაავადებების გართულებებისგან. დიდი მადლობა ირინა ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის და იმის შეხსენებისთვის, რომ ჩახლეჩილი ხმა შეიძლება იყოს უბრალოდ ნერვიულობის და ღელვის შედეგი, ეს შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციის კვალი, შეიძლება იყოს ტემპერატურის ცვლილებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს მინიშნება ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომლის უყურადღებოდ დატოვება არც თუ ისე გონივრულია და მეტ წინდახედულებას მოითხოვს ადამიანებისაგან. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ოტორინოლარინგოლოგი, ექიმი ფონიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ირინა კაცარავა. მე კი არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გოლოდება.
არის მდგომარეობები, როდესაც კვებასთან კავშირს თითქოს აშკარად ვერ ვხედავთ. და ასეთ შემთხვევაში სრულიად საკმარისია ერთად ვიმსჯელოთ და ამ ლოგიკურ ჯაჭვსაც ძალიან მარტივად ავაწყობთ. დღეს სწორედ ასეთი შემთხვევაა, როდესაც ჩახლეჩილი ხმა და კვება ერთმანეთს უნდა დაუკავშიროთ. გაგიგვირდებათ და საკვებს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ჩვენს ხმაზე. უფრო მეტიც, საკვები და სასმელი შეიძლება აღმოჩნდეს ბრალდებული, როდესაც ჩვენ ხმა გვეცვლება და ხმის ჩახლეჩვა, შეცვლა შეიძლება იყოს ჩვენი კვებითი არჩევანით განპირობებული. ბევრი რომ არ ვილაპარაკოს შესავალ ნაწილში პირდაპირ გავყვეთ იმ პროდუქტებს, რომელიც ახლა ჩვენი კვებითი შუქნიშნის მაგიდაზეა განთავსებული. დავიწყებთ წყლით. და თქვენ იცით, რომ მე ძალიან ხშირად კვებით რეკომენდაციებს სწორედ წყალზე საუბრით ვიწყებ ხოლმე, ან რეკომენდაციების დასაწყისშივე საუბრობ წყალზე. და ეს სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენთვის სასიცოცხლოა ეს სითხე. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ხმის ცვლილებაზე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად წყლის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი ორგანიზმის ერთგვარი გამოშრობა შეიძლება აირეკლოს და აისახოს პირდაპირ საბგერი იოგების გამოშრობასაც. და თუ ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რაოდენობით წყალი, ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რაც გამჟღავნდება, ეს იქნება ხმის შეცვლა. რასაკვირველია, თუ ჩვენ დღის განმავლობაში ერთი ჭიქით ნაკლები წყალი დავლიეთ, ეს ერთბაშად არ შეცვლის ჩვენ ხმას. მაგრამ არსებობს გარკვეული გრადაცია. მაგალითად, განსაზღვრულია, რომ წყურვილის შემთხვევაში ჩვენ დაახლოებით 1-2% ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი სითხის ბალანსისა გვაკლია. დაახლოებით ლიტრი-ლიტრნახევარი წყალი უნდა შევივსოთ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად და შემდეგ იმ სქემას დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის ოპტიმალური. ეს ასეა განსაზღვრული ზოგადად, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური თავისებურება და ჩვენ შევთანხმდით ნებისმიერი რეკომენდაცია ჩვენ უნდა მოვირკოთ საკუთარი თავისებურებების გათვალისწინებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს განსხვავებულ დროს წყურდება, ყველა ადამიანს განსხვავებული მოთხოვნილება აქვს წყალზე და ასეთ შემთხვევაში წყლის ნაკლებობის დროს გამჟღავნებული შეცვლილი ხმა შეიძლება იყოს ერთ-ერთი საგანგაშო ნიშანი. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც ადამიანი ქრონიკულად მოავადეა, მაშინ, როდესაც ადამიანს რაღაც კრიტიკული მდგომარეობა აქვს, მაშინ, როდესაც ლოგინში მწორიარე ყავს პაციენტი, აი ამ სიმპტომს შეიძლება ჰქონდეს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ალკოჰოლი. ალკოჰოლი არის ბრალდებული ხმის შეცვლაში. დიახ, და ძალიან ბევრს ეს საკუთარ თავზე გამოუცდია, მაგალითად ნაბახუსევის სინდრომის ფარგლებში. მაშინ, როდესაც გამოზარხოშება იწყება და ადამიანი სხვა დისკომფორტთან ერთად ამოიცნობს საკუთარ შეცვლილ ხმას. ეს დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, მათ შორის შეშუპებასთან, რომელიც შეეხო მათ შორის საბგერი იოგებს, გამოშრობასთან, იმიტომ რომ ალკოჰოლი არის წყალდამკარგავი, ანუ წყლის გაზრდილ დანაკარგს რომ განაპირობებს ისეთი პროდუქტი და მრავალი სხვა ბიოქიმიური ცვლილების წინაპირობა. შესაბამისად, ალკოჰოლი უნდა განვიხილოთ, როგორც მაგალითად მეორე ფაქტორი ხმის ჩახლეჩვის. დიახ, უნდა განვიხილოთ. შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გავრცელებული სასმელები, რომელიც უალკოჰოლოა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება რიტუალურადაც დღე-ღამის განმავლობაში, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე. და ეს არის ჩაი, ყავა. ასეთ შემთხვევაში უშუალოდ ჩაი ან ყავა არ განიხილება ფაქტორად, რომელიც ხმას გვაკარგვინებს ან გვიცვლის პირიქით. დაკარგული ხმის შემთხვევაში თბილი ნაყენების გამოყენება, მათ შორის თბილი წყლის, თბილი ჩაის შეიძლება იყოს პირიქით სასურველი რეკომენდაცია. მაგრამ აქ სიტყვა თბილი მოითხოვს დაზუსტებას. თბილი ნიშნავს 40-45 გრადუსის და არავითარ შემთხვევაში 70 გრადუსის ზემოთ და მით უფრო 100 გრადუსის. მდუღარე ჩაი.
ანუ მდუღარე წყლით მომზადებული ყავა ან ჩაი არის ზუსტად ის რისკ ფაქტორი, რომელიც პირისღრუს ლორწოვანს, საყლაპავის ლორწოვანს აუცილებლად აზარალებს თუ სისტემატურად ასეთ პროდუქტს ვიყენებთ და ეს აისახება საბგერ იოგებსაც. რატომ არის ამ ჩამონათვალში აგრეთვე შოკოლადი და რატომ არის გასათვალისწინებელი კოფეინშემცველი სხვა პროდუქტებიც? ჩაი და ყავა და განსაკუთრებით ყავა შოკოლადის გათვალისწინებით არის საყურადღებო ისეთ მდგომარეობასთან მიმართებაში, როგორიც არის რეფლუქსი. რა არის რეფლუქსი? რეფლუქსი ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ ცნობილია. ვიღაცისთვის ეს არის მხოლოდ გულძმარვასთან დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კუჭის მჟავეს შიგთავსის გადანაცვლება ქვემოდან ზემოთ. არა 12 გოჯანაწლავისკენ ზემოდან ქვემოთ, არამედ კუჭიდან საყლაპავში ამოცურება საკვები მასისა, რაც ძალიან სერიოზული აგრესიული ფაქტორია საყლაპავისთვის და ქმნის იმ დისკომფორტს, რომელიც საბოლოო ჯამში არა მარტო გულძმარვით, არამედ ხველებითაც კი შეიძლება გამოვლინდეს და თქვენ წარმოიდგინეთ, რეფლუქსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საბგერიოგებზე უარყოფით გავლენას ახდენს და ჩვენ გვექნება შეცვლილი და ჩახლეჩილი ხმა. ამიტომ ყავა, მაგარი ჩაი, განსაკუთრებით შოკოლადი და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში პიკნაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი გამშვები მექანიზმი იმისთვის, რომ ეს სიმპტომები გამწვავდეს. ამ ჩამონათვალში კოფეინშემცველი სხვა პროდუქტებიც ხდება, თუმცა როდესაც ენერგეტიკულ ან გაზიან სასმელებზე საუბრობთ, სადაც კოფეინთან ერთად არის შაქარიც და არის დაგაზვის პროდუქტი, ანუ ამ შემთხვევაში ნახშირორჟანგი, ჩვენ ლაპარაკობთ არა მხოლოდ რეფლუქსის რისკის გაზრდაზე, არამედ საუბრობთ მექანიკურ გაღიზიანებაზე ლორწოვანისა და მათ შორის საბგერ იოგებთან მიმართებაში. სისტემატურად ცივი გაზიანი სასმელების გამოყენება შეიძლება იყოს დამაზიანებელი ფაქტორი, რომელსაც შედეგად შეცვლილი ხმა მოყვება. აქვე ამ პროდუქტების შემადგენლობაში გასათვალისწინებელია შაქარი. რატომ? იმიტომ რომ შაქარი არის ის პროდუქტი, რომელიც უკიდურესად გაწმენდულ მდგომარეობაში ზრდის ანთების რისკს. ნებისმიერი ანთება არის მდგომარეობა, რომელსაც სხვადასხვა გამოვლინება აქვს საბგერიოგებთან დაკავშირებით და ჩვენ ამას ჩახლეჩილი ხმით შეიძლება თქვათ ვადევნებდეთ თვალს. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობაში გამოყენებული სუნელ-საკაზმი, რადგან მაგალითად ზმრით უხვად შეკაზმული პროდუქტი, სხვადასხვა სუნელით შეკაზმული პროდუქტი, მაგალითად წიწაკით უხვად გაჯერებული პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს ის ნაკრები, რომელიც ხმის ჟღერადობას შეცვლის და შეცვლილი ხმა ამ შემთხვევაში ისევ ქიმიური რეაგენტების, აი ამ ინტენსიური გამღიზიანებლების დამსახურებით შეშუპებას და ანთებას უკავშირდება. ცალკე საკითხი გახლავთ პროდუქტები, რომელიც ანთებასაც უწყობს ხელს და ამავე დროს გამოშრობასაც საბგერი იოგების. ეს გახლავთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად ჩიფსები, კრეკერები, მიწის თხილი და ასე შემდეგ. ეს პროდუქტები სერიოზულად არ მიგვაჩნია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობა მას სასუსნაოდ, წასახემსებლად იყენებს. და ეს პროდუქტები ძალიან ხშირად არც კვებაში არის ხოლმე განხილული, ანუ საკვებად და ჯერად არ განიხილება და არც დამაზიანებლად მაღალი რისკის მქონე პროდუქტებს შორის. არა და სწორედ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით უკონტროლოდ, სისტემატურად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სწორედ ამ პროდუქტების შემადგენლობიდან გამომდინარე ანთებაც გაღრმავდეს და გამოშრობაც აი ამ ლაშე დამარილებული ზედაპირების გამო ადვილად გამოვლინდეს როგორც ჩახლეჩილი ხმა. რასაკვირველია, როგორც ყველა ანთების შემთხვევაში, აქაც უნდა ვახსენოთ, ყველა დამუშავებული, ანუ პროცესირებული პროდუქტები, მათ შორის ტრანსხიმების შემცველი, ნაჯერი ცხიმების შემცველი, უჯერი, მაგრამ პროცესირებული პროდუქტები და მარილით უხვად გაჯერებული პროდუქტები. თითქოს ყველაფერი გასაგებია ნათელია, როდესაც ვლაპარაკობთ რისკებზე. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ აკრძალვებზე, შეზღუდვებზე საუბარი. თქვენ გახსოვთ, ყველაზე ფრთხილად ჩვენ გადაადგილებას ვიწყებთ წითელ ზონაში, იმიტომ რომ თითქოს ეს
ლოგიკურად შეზღუდვის ზონა, მაგრამ ჩვენს გადაცემაში ეს არის მხოლოდ სიფრთხილეზე მინიშნება და იმის გათვალისწინება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები არ გქონდეს. უპირველეს ყოვლისა, ხმის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონასწორობას. წონასწორობას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მიღებული და დახარჯული ენერგიის თანაფარდობა შორის და ასეთ შემთხვევაში ნაკვებობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არასაკმარისად ნაკვები ადამიანის ხმა ჩავარდნილი, დასუსტებული, ჩახლეჩილია და ეს არის ზუსტად არასაკმარისი ენერგიის, არასაკმარისი საკვები ნივთიერებების და ორგანიზმის დაუძლურების შედეგი. თუმცა გასათვალისწინებელია ჭარბი წონა და სიმსუქნე, ანუ მეორე უკიდურესობა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეფლუქსის გაზრდილ რისკზე. დიახ, წონა არის ერთ-ერთი ბრალდებული მაშინ, როდესაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადანაცვლების რისკზე ვსაუბრობთ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი რისკი აქვს რისკი, რომ ხმაზეც აისახოს ეს ხველითაც გამოვლინდეს, მაგრამ სინამდვილეში ჭეშმარიტი მიზეზი უკავშირდება სწორედ კუჭთან და საყლაპავთან დაკავშირებულ აი ამ გადაადგილების დარღვევას. გასათვალისწინებელია აგრეთვე ასეთ შემთხვევაში წონასწორობა, რომელიც საკვებ პროდუქტებს შორის უნდა დავიცოთ. და საკვებ პროდუქტებს შორის წონასწორობის დაცვა რასაკურველია დიაგნოზის მიუხედავად გულისხმობს სულ ცოტა 5 ფერის 5 ჯგუფის პროდუქტის გამოყენებას. თუ ჰარვარდისტებს გავიხსენებთ, აქ კიდევ უფრო მეტად არის ხაზგასმული არა უბრალოდ საკვები ჯგუფების გამოყენება, არამედ ცალკე წყლის მოხმარების აუცილებლობა, ცხიმების სწორად შერჩევა და ფიზიკური აქტივობის შეხამება ამ რეკომენდაციებთან. მოდით კიდევ უფრო დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს და გავიხსენოთ, რომ არა მარტო წყალი, არამედ წყალშემცველი ნებისმიერი პროდუქტი საყურადღებოა. მაგალითად, ის პროდუქტები, რომელიც თავისი შემადგენლობიდან 70%-ზე მეტ, ზოგი კი 90%-ზე მეტ წყალს შეიცავს. ასეთი გახლავთ სალათის ფოთოლი, ასეთი გახლავთ ისპანახი და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მათი გამოყენება რომ შეგვიძლია წყლის შესავსებად, მე ვფიქრობ, კარგია რომ ამას ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. გასათვალისწინებელია სწორად შერჩეული ცხიმები და ცილები. ცილები, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის ბუნების გამო, რატომ? იმიტომ რომ მათი დამსახურებით ნებისმიერი ანთების შედეგად დაზარალებული ქსოვილების აღდგენა ხდება. აგრეთვე ინფექციასთან გამკლავება, ცილების დიდი დამსახურება. ძალიან ბევრ პროცესში სწორედ ცილის იმედად ვართ და ამიტომ ცილის ადეკვატური შევსება არის ერთ-ერთი საიდუმლო მაშინაც კი, როდესაც ხმის შახლაჩვაზეა საუბარი. ცხიმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტები, თუ ის სწორად არის შერჩეული. და ამ შემთხვევაში ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცხიმები განსაკუთრებით გაუჯერებელი ცხიმები, განსაკუთრებით ომეგა-3-ის ჩართულობით, სწორედ ასეთი პროდუქტების ჯგუფს განეკუთვნება. ამ ჩამონათვალში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ის სქემა, რომელზედაც სულ საუბრობთ ხოლმე ჩვენ და ეს არის ეგრეთ წოდებული ჰარვარდის სქემა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება. აი ამ პროდუქტებში იქ სადაც მითითებულია კლასიკურად გათვალისწინებული კონკრეტული საკვები, აუცილებლად შევამჩნევთ დაკვირვებული თვალით, რომ მაგალითად ზეითუნის ზეთსა და თევზთან ერთად არის ციტრუსი, არის პომიდორი. არადა თუ თქვენ გაიხსენებთ ჩემს საუბრებს რეფლუქსთან დაკავშირებით, იმასაც გაიხსენებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში, ვისაც რეფლუქსთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ვისაც აქვს ამოქარვების დისკომფორტი, გულწმარვა და ასე შემდეგ, პომიდორიც უმწვავებს ამ მდგომარეობას, ციტრუსიც უმწვავებს ამ მდგომარეობას. მაშინ როგორ მოვიქცეთ? მაშინ უნდა გავიხსენოთ კიდევ ის არსენალი, რომელიც გვაქვს ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებთან დაკავშირებით და ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს შორის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც თვითონულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით. ეს არის სხვადასხვა სახის კენკრა, უპირველეს ყოვლისა ლურჯი მოცვი და მისი მონათესავე პროდუქტები, გასათვალისწინებელია ჯანჯაფილი და აუცილებლად კურკუმა, ანუ ყვითელი კოჭა, რომელიც ჩვენი ტრადიციული რაციონის შემადგენელი ნაწილიც კი იყო ასწლეულების მანძილზე. ეს პროდუქტები
რა თქმა უნდა, ყველასათვის უნივერსალურად მისაღები ვერ იქნება. აქაც გასათვალისწინებელი იქნება თავისებურება, მით უფრო რომ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების სწორად შერჩევას შეიძლება ქონდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც რეფლექსის თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმის ჩახლეჩის ნებისმიერი სხვა მიზეზის, სხვა შესაძლო რისკ ფაქტორის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ საკუთარ თავზე მოირგეთ ის ინფორმაცია, რასაც მე გიზიარებთ ხოლმე, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ინდივიდუალური ამოცანები და იმ რჩევებიდან, რასაც ყოველდღიურად ისმენთ, თქვენთვის მაქსიმალურად სარგო ცოდნა გამოიყენეთ. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.